დამაპატიმრეს, გამომიყვანეს იმ რუსთაველის ჩამიყვანეს თავისუფლების მოედანზე, იქ წრე შეკრეს და იქ უკვე არა მარტო რეზინის ხელკეტებით, არამედ გასაშლელი რკინის ხელკეტები არის, იმით მცემეს. მცემეს რა მითხამდნენ და ხა დერეფანში გაგატარეს თუ? არა, წრე შეკრეს აი თავისუფლების მოედანზე, წრე შეკრეს და იქ ისა ერთ-ერთი ვინც მოვიდა, როდესაც უკვე ავყავდით დაჟჯილი ავყავდით ხელბორკილებით თავარ სამმართველოში რომ უნდა გადავეყვანეთ და დაახალაია მოვიდა და შენ შეურაცხყოფელად შენ აქ რა გინდა და სპეცნაზელს ეგ ვიდეოშიც ჩანს თუ რამე დაუმორჩილებობა ეკა პირდაპირ თავში ანუ ბრძანება მისცა რომ შეეძლოთ ლიკვიდირებაც მოეხდინათ თუ ვინ იყო ამ დროს დათახალაია ახალგაზრდებს რომ უთხრათ დიახ, ეგ იყო ის დათახალაიასთან იყვნენ სხვა ადამიანებიც. იქ მე გადამეფარა ორი პოლიციელი, რომელიც ალბათ სხვა დაჯგუფებიდან იყვნენ და მათ უნდათ რომ გავერიდებინეთ და მე ისე ავეყვანეთ. მაგრამ ისინიც იმ ჯგუფმა, რომელიც ახალაიას ექვემდებარებოდა, სასტიკად გაუსწორდნენ იმ ბიჭებს და პოლიციელებსაც სცემეს? ერთ-ერთი დანაყოფი იყო, რომელიც ცოტა ადამიანურიერსახე ჰქონდა შენარჩუნებული და ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ მაგრამ შემდეგ ისინიც დასაჯეს და ლამის კანონიერი ქცევისთვის. დიახ. და შემდეგ როცა ამიყვანეს და გადამიყვანეს თბილისის ცენტრალურ სამმართველოში იქ დერეფანი გააკეთეს კიბეებზე, ნიღბიანები იყვნენ და ყველა სანამ რამოდენიმე სართული ავიდოდი, ყველა ფიზიკურად ვისწორდებოდა.